16 წლის შემდეგაც ავატარი კინოთეატრებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია. ამას მისი შემოსავლებით ადასტურებს. მესამე სერიამ მსოფლიო მასშტაბით უკვე 345 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ცეცხლი და ფერფლი ავატარის მეორე ნაწილის ისტორიას აგრძელებს. მოვლენები კვლავ პლანეტა პანდორაზე ვითარდება. ჯეიკი და ნეიტირი კი მათი შვილის, ნეტეიამის დაკარგვის შემდეგ რთულ მდგომარეობაში არიან. პლანეტაზე კონფლიქტი კი უფრო მძაფრდება, როცა ისინი ხვდებიან ახალ აგრესიულ ტომს, რომელსაც ფერფლის ხალხს უწოდებენ. ჯეიკის ოჯახმა უნდა იბრძოლოს თავის გადარჩენისა და პანდორას მომავლისთვის. ეს ბრძოლა კი მათ ემოციურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოცდის. ავატარის მესამე ნაწილი არ იყო ერთადერთი ფილმი, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. საახალწლოდ კინოთეატრებში გამოჩნდა კიდევ 3 ახალი ფილმი: მოახლე, დავითი და სპანჯბობი. აქედან განსაკუთრებით პოპულარული დავითი აღმოჩნდა. ფილმი ეპიკურ ბიბლიურ ისტორიას აცოცხლებს და გვიამბობს გოლიათზე, რომელსაც ახალგაზრდა მწყემსი დავითი დაუპირისპირდება. I have never wanted the throne. რაც შეეხება მოახლეს, ეს პოლ ფეიგის ფსიქოლოგიური თრილერია, რომელშიც მთავარ როლებს სიდნი სვინი და ამანდა სეიფრიდი ასრულებენ. ფილმი დაფუძნებულია ფრიდა მაკფადენის ბესტსელერზე და გვიყვება ქალის ცხოვრებაზე რთული წარსულით, რომელიც მდიდარ ოჯახში მოახლედ იწყებს მუშაობას. I'm ready. და რა თქმა უნდა სპანჯბობი. ის მოგვითხრობს სპანჯბობის თავგადასავალზე, რომელიც საკუთარი სიმამაცის დასამტკიცებლად წყალქვეშ მეკობრის აჩრდილს უპირისპირდება. აწყდება გამოწვევებს და საბოლოოდ ზღვის საიდუმლოებებსაც ახმოაჩენს. Well, that's weird. The hero's journey starts with one squish.